ბრიუსელისა და ვაშინგტონის პოლიტიკური გათვლები უნგრეთში. ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ვიქტორ ორბანის მთავრობის მიმართ ევროპის კრიტიკასაც და ამერიკის მხარდაჭერასაც ერთი თამაშის ნაწილებად განიხილავს. ყველაფერი კი მისი ანალიზით Deep State-ამდე მიდის. რატი მეტრეველი გაეცნო შათირიშვილის წერილს. დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ყურადღების ეპიცენტრშია უნგრეთი, სადაც რამდენიმე დღეში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მოთამაშეები რჩეულ კანდიდატებზე ფსონს ღიად დებენ, უნგრეთის არჩევნებში გეოპოლიტიკური ინტერესებიც ნათლად გამოიკვეთა. ერთ მხარეს ევროკავშირი, მეორე მხარეს კი შეერთებული შტატები. პროცესის ირგვლივ ვრცელი წერილით საკუთარ ხედვას გადმოგცემს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც ინტერესთა კონფლიქტში მყოფი ორივე მხარის უკან Deep State-ის კვალს ხედავს. ბოლო დღეებში ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ აიხსნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერა ორბანის მიმართ. როდესაც ეჭვი აღარ ავისებარება, რომ როგორც პრეზიდენტი, ასევე მისი გუნდი თავიდან ბოლომდე ოლიგარქიული ოჯახების მომსახურე პერსონალი არიან. ასევე Deep State-ის მიერ მართული ბრიუსელი უხეშად ყოველგვარი წითელი ხაზების დაცვის გარეშე უპირისპირდება ვიქტორ ორბანს. უხეშად ერევა უნგრეთის არჩევნებში და ყველა მიუღებელი მეთოდით ცდილობს ისეთი გავლენა მოახდინოს საბოლოო შედეგებზე, რომ გამარჯვება სწორედ ორბანის ოპოზიციურ გაერთიანებას დარჩეს. გამოდის, რომ ერთი სხეულის, ანუ Deep State-ის ორი ხელი, ტრამპი და ბრიუსელი, ერთი მხარდაჭერას უცხადებს ორბანს, ხოლო მეორე მას სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას უმართავს. ფული ანუ დოლარი, პროპაგანდა ანუ მორჩილი მედია და სამხედრო ძალა ანუ ნატოს ალიანსი. ასე გამოიყურება შათირიშვილის შეფასებით სამი ძირითადი საყრდენი, რომელთა შესახებაც ფილოსოფოსი ფაქტებს იშველიებს. როდესაც ჩინეთმა შექმნა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საინფორმაციო პლატფორმა TikTok-ი, სადაც ოლიგარქიულ ოჯახებს ნულოვანი გავლენა ჰქონდათ და რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო სიმართლის უცენზურო სიტყვის პლატფორმა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლამის ომი გამოუცხადა ჩინურ მხარეს, სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასვა და საბოლოოდ გიგანტური საინფორმაციო ცენტრი BlackRock-ის შვილობილ კომპანიას არ დაუქვემდებარა. ოლიგარქებმა უამრავი დრო, ენერგია და ფული დახარჯეს იმისთვის, რომ უშუალოდ BRICS-ის წევრ ქვეყნებს შეეტანათ დისონანსი ისედაც მძიმედ დაძროულ პროცესში და საბოლოოდ ჩაშლა თუ არა მაქსიმალური ვადით გადაედოთ Deep State-ის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ბერკეტის დოლარის ალტერნატივის შექმნა. რაც შეეხება ოლიგარქიული ოჯახების ასევე მთავარ საყრდენ სამხედრო ძალას იგივე ნატოს, ის არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდებინეს და საბოლოოდ კიდევ უფრო მეტი ფინანსური ნაკადი მიმართეს ძალის გაძლიერებაში. ტრამპისგან როგორც ევროკავშირის მწვავე კრიტიკოსისგან ვიქტორ ორბანის ღია მხარდაჭერა ზაზა შათირიშვილისთვის Deep State-ის ისეთივე პოლიტიკური სვლა, როგორიც ორბანთან ბრიუსელის დაპირისპირება. ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ ევროპასთან დაპირისპირებული ტრამპის მხარდაჭერით ოლიგარქიული ოჯახები ორბანის ევროპული რეპუტაციის დაზიანებას და მის დამარცხებას ცდილობენ. Deep State-ის საძულველი ვიქტორ ორბანი, რომელიც ასევე Deep State-ის ჯიბის ევროპულ ბიუროკრატიას ყველა საკვანძო გადაწყვეტილებაში ხელს უშლის, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა. მაგრამ ამავე დროს ეს ადმინისტრაცია პირწმინდად ანტიევროპულ სხეულად მოგვევლინა და ისე დაალაგდა ყველაფერი, რომ ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს პირიქით სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს. პატრიოტი და დამოუკიდებელი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლი ვიქტორ ორბანი Deep State-მა საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო. პოლიტიკური პარტნიორის ძიების პროცესში მას ტრამპი დაუმეგობრა, მაგრამ ამავე დროს ამავე ტრამპისგან ევროპელების მაგინებელი და ევროპის მტერი შექმნა. საბოლოოდ ის რაც ორბანისთვის პოლიტიკური ქულების მომდანი უნდა ყოფილიყო, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა. და მაინც რატომ იქცა უნგრეთი არჩევნების ჯამს ოლიგარქიული ოჯახების მთავარ ინტერესად კითხვაზე პასუხს ფილოსოფოსი დასკვნის სახით სცემს. იმ შემთხვევაში თუ გეგმამ გაამართლა და ვიქტორ ორბანი არჩევნებში დამარცხდა, მისი სახით ოლიგარქიული მმართველობა საბოლოოდ ჩამოიშორებს ხელისშემშელ ფაქტორს და შეძლებს ევროკავშირის სრულ დაქვემდებარებაში მოქცევას.